Georgia Capital, Georgia Global Utilities-დან სრულად გადის. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანური ჰოლდინგი Aqualia გამოისყიდის Georgia Global Utilities-ში დარჩენილ 20%-იან წილს, რისთვისაც GCAP-ს $400,400,000 გადაუხდის. Georgia Capital ელის, რომ ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება 2025 წლის ივლისის ბოლომდე მოხდება. ესპანურ ჰოლდინგ Aqualia საქართველოში აქტივების შესყიდვა ჯამში $450,400,000 დაუჯდა. შედეგად Aqualia გახდა თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GVP-ს, ასევე საქართველოში რამდენიმე ჰესის 100%-იანი წილის მფლობელი. მორალს არავის ვუკითხავ, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლელოს ლიდერების და ყოფილი ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბიზნესის განწყობაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში? რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას? რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას? თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა, ამბობს ბიზნესმენი. ადამიანს ხომ უნდა დაუფასო ისტორია, თუ რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული. ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის 8 თვით დაპატიმრებას. ბიზნესმენ დავით ბეჯუაშვილის აზრით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ. არათუ დილეგში ვამწყდევდეთ. ასე ხმიანება რენტალსისა და ერისთავი ისთეისთვის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი ხაზარაძე ჯაფარიძის დაპატიმრებას და ამბობს, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს. დღეს მათი ციხეში ყოფნა, მათი ღირსების და გაბედულების საუკეთესო მტკიცებულებაა. წერს სოციალურ ქსელში საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძე, ყოფილი ბიზნესმენების დაპატიმრებაზე. Expo Georgia's აღმასრულებელი დირექტორი რესან ქიქავა ამბობს, რომ სასჯელი არაპროპორციულია. მეც გამოვესარჩლებოდი მამუკა ხაზარაძეს. თბილისში ჩამოსვლისას 2 მიზანი მქონდა. მესწავლა ISM-ში და მემუშავა TBC ბანკში, რომელიც მაშინ იყო როგორც Google და Amazon-ი, თქვა ქიქავამ. ბოლო რამდენიმე თვეა საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენელება ფიქსირდება. თუკი გასული წლის მაისში სასესხო პორტფელი თითქმის 19%-ით იყო გაზრდილი. წელს მაისში ზრდის ტემპი უკვე 15%-მდეა შენელებული. გასულ თვეს ბანკების პორტფელი თითქმის 457 მილიონი ლარით 64 მილიარდ 670 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თვიურ ჭრილში ზრდა მხოლოდ 0,7% იყო. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკრედიტო აქტივობის შენელება საყურადღებოა და პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე ბიზნესსა და მოსახლეობაში არსებულ ნეგატიურ განწყობებზე მიუთითებს, რის გამოც მათი ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად კრედიტზე მოთხოვნაც შენელებულია. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ასევე საყურადღებოა ახლად გაცემული კრედიტების ზრდის ტემპის შენელებაც, რაც მისი თქმით იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებში სესხების წლიური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მკვეთრად იყოს შენელებული. ჩვენ გვაქვს პირველი 5 თვის შედეგები ახალი გაცემული სესხების მოცულობების კუთხით და აქ ხედავთ ძალიან საინტერესო და ამავდროულად დამაფიქრებელ სურათს. ზრდა 5 თვეში, წინა წლის 5 თვეთან შედარებით არის 7% მხოლოდ და ადვილად შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი, რომ თუ ზრდის ტემპი შენარჩუნდა ამ დონეზე, მაშინ წლის ბოლოსთვის ჩვენ სავარაუდოდ ეს 15%-იანი ზრდის ტემპი მთლიანი პორტფელის ჩამოვა შეიძლება მიუახლოვდეს საერთოდ ამ 7%-იან მაჩვენებელს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საყურადღებო სურათია და საყურადღებო არის ცალკე იმიტომ, რომ საბანკო სექტორი შეჩვეულია ძალიან მაღალ ზრდას. შესაბამისად, ეს შეეთყობა შემდეგ უკვე სავარაუდოდ ამ სექტორის მოთამაშეების მომგებიანობას. და მეორე მხრივ საყურადღებოა დაკრედიტების შენელება ასევე უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე.
მაისში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობის კლებაც დაფიქსირდა. კერძოდ გასულ თვეს ბანკებმა სულ 4665 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რაც წლიურად 2.4%-ით შემცირებული რაოდენობაა. თუმცა გაცემული კრედიტების პორტფელი წლიურად თითქმის 8%-ით იყო გაზრდილი. ფინანსისტები და თავად დეველოპერული სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ არსებული ტენდენცია ერთ რამეზე მიუთითებს. შექმნილი არასტაბილურობის ფონზე უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ შენელებული რჩება, რაც როგორც თავად დეველოპერულ სექტორზე, ასევე მომიჯნავე დარგებზე ნეგატიურად აისახება. მოთხოვნა არის შემცირებული. ეს მოთხოვნის შემცირება ძალიან დიდ წილად შეიძლება სწორედ ამან განაპირობას. ამას დიდი კვლევა არ ჭირდება, თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე გსურს უძრავი ქონების შეძენა და ამისთვის გვინდა მივიდეთ და ბანკში ავიღოთ სესხი იპოთეკური ამავდროულად და ჩვენ ეს სესხი უნდა დავფაროთ იმ შემოსავლით, იმ ეკონომიკური პროცესებში ჩართული ჩვენი სამუშაო ადგილით, რომელსაც ყოველ დღე მხოლოდ და მხოლოდ გაუარესების მიმართულება გაუარესების მიმართულების რისკები ახლავს. ის პოლიტიკა, რომელიც შეეხებოდა, ესე იგი, დაკრედიტების დეველოპერული სექტორის და სამშენებლო სექტორის დაკრედიტების საკითხს, ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ წლის დასაწყისიდან უკვე შეზღუდვები იყო და მანამდეც რაღაც პერიოდში. დღესაც ვინაიდანაც ეს სიტუაცია ბოლომდე გამოსწორებული არ არის და საერთოდ არ არის გამოსწორებული არც ერთი მიმართულებით, ბანკების პოლიტიკა კვლავ იგივე რჩება. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ საკრედიტო პორტფელი დინამიურად იზრდებოდა და ის უსწრებდა ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც, ხო? ამას რომ მივეჩვიეთ, რა თქმა უნდა, გვეუცნაურება, რომ არ იზრდება ეს საბანკო პორტფელი და რა თქმა უნდა, ვეძებთ მიზეზებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ზედაპირზე ბევრი ძებნაც არ ჭირდება, ამ მიზეზი არის განაგრძობითი პოლიტიკური კრიზისი, ნაკლები ოპტიმიზმი მომხმარებლებში, განსაკუთრებით ფიზიკურ პირებში და მე ვარ გამოვიწყო, რომ იურიდიული პირებიც კი მათ შორის. რა თქმა უნდა, ეს თქვა რისკი იმისი, რომ საკრედიტო აქტივობის შემცირებასთან ერთად შემცირდება ეკონომიკური აქტივობა. განსაკუთრებით თქვა ეს შეეხება როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვას, ფუფუნების საგნების შეძენას, ავტომობილების გაყიდვას და ყველაფერ იმას, რაც დაკავშირებულია შემდეგ სამშენებლო ბიზნესთან. თავად საბანკო სექტორში კი აცხადებენ, რომ გასული წლის შედარებით მაღალი აქტივობის შემდეგ სექტორში ზრდის ტემპი ნორმალიზდება და ის კვლავ კარგ ნიშნულზე ნარჩუნდება. როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, არსებული საკრედიტო აქტივობა დამაკმაყოფილებელია და ის ეკონომიკური აქტივობის შესაბამისია. საკრედიტო აქტივობა კარგია ქვეყანაში, სადღაც 15-17% ფარგლებში არის წლიური და სექტორის. ეს მისასალმებელია და ამ კუთხით ასე ვთქვათ, კარგად მივდივართ. საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობას და შესაბამისად არის როგორც ზრდა, ასევე მომგებიანობა. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტიურობა ნორმალურია. რამდენიმე კვირის წინ შენელებული საკრედიტო აქტივობის ტემპს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათიე თურნავაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაკრედიტების მუდმივად მაღალი ტემპის შენარჩუნება არაჯანსაღი იქნებოდა და ახლა ტემპი ნორმალიზდება. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ სესხების არსებული 15%-იანი ზრდა მდგრადი მაჩვენებელია. 2025 წლის მაისში TBC ბანკის არხების მიხედვით მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს ვიდრე წინა წლის მაისში. TBC კაპიტალის ბაზრის მიმოხილვით მაისში ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ჯამურ უნაღდო დანახარჯებში TBC ბანკის არხებით რეზიდენტების წილი 86%-ს, ხოლო არარეზიდენტების წილი 14%-ს შეადგენდა, ვკითხულობთ პუბლიკაციაში. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე მოდიოდა, უფრო კონკრეტულად მაისში რესტორნებზე ჯამური უნაღდო დანახარჯების 16%, ხოლო სურსათზე 28% მოდიოდა. ამავე პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯებში TBC ბანკის არხებით წლიური 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საშუალო ტრანზაქციების ზომა 16 ლარია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 8%-ს გაუტოლდა, აღნიშნულია კვლევაში. ამასთანავე
მაისში ჯამური დანახარჯების უდიდესი ნაწილი, 63% სამომხმარებლო საქონელზე მოდის, სამომხმარებლო საქონელში კი სურსათის წილი 44%-ია. 2025 წლის მაისში TBC ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილება სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე შესაბამისად 63 და 37% შეადგინა. სურსათის წილმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე მაღალი წილი დაიკავა და 44%-ს გაუტოლდა, ვკითხულობთ TBC კაპიტალის პუბლიკაციაში. რეკორდის მონაცემებით 2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3427 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21%-ით $261 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები. 2025 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია. 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია. 2025 წლის მაისში თბილისში ახლად აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.9%-ით გაიზარდა გარეუბანში. ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ახალდაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა. ამასთან 2025 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რიკორდის მონაცემებით 2025 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8.9%-ით გაიზარდა და 1354 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 23.7%-ით 76 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში 2025 წლის მაისში ახლადაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან ბათუმში 2025 წლის მაისში ახლადაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20.8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $1203 შეადგინა. ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. სამწუხაროდ ერთი კომპანია უკვე დავთმეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, სხვა შესაძლებლობაც გვექნება, რომ მოვიზიდოთ ის კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას. ამის შესახებ საქმის კურსის შუადღის ეთერში IT Synergy-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა, მისი თქმით, თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელექტროენერგიის მდგრადი მომხმარებელი, სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის შიგნით მდგრად მოხმარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ელექტროენერგიის გამოყენებას წარმოებაში. შეგახსენებთ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ძირითად საექსპორტო ბაზარზე თურქეთში ელექტროენერგიაზე ნაკლები იყო მოთხოვნა, ჰიდროელექტროსადგურებს მაისის თვეში წყლის დაღვრა და გენერაციის შეზღუდვა მოუწიათ. ქვეყანაში არსებული ჰიდროგენერაციის ობიექტებიდან გამომდინარე, ჩვენ იმდენი გვაქვს ზედმეტობა, რომ დამატებითი რესურსის საჭიროებას მე პირადად მაგალითად ვერ ვხედავ დღეის მდგომარეობით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ნესკრა, ხუდონი ნამახვანი იყოს დღეს ამოქმედებული, ამ შემთხვევაში მაისის თვეში რა გვეშველებოდა ჩვენ 25 წელს. ანუ რაც დავყარეთ წყალი, ამაზე რამოდენიმეჯერ მეტი რესურსის გაფლანგვა მოგვიწევდა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ შიდა ადგილობრივ მოხმარებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გაგვაჩნია როგორც ქვეყანას კერძო სექტორის თურქეთის რესპუბლიკასთან, მიუხედავად მათი დანაპირებისა, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ დაახლოებით 500-700 მეგავატის ექსპორტ დადგმული სიმძლავრე მაქვს ხელოვნებაში ექსპორტ თურქეთში ეს არ მოხდა. აი ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელექტროენერგიის მდგრადი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყნის შიგნით მდგრად მოხმარებას. საქართველოში ხორბლის აღების პროცესმა სტარტი ალაზნის ველზე აიღო. კლიმატური პირობების გათვალისწინებით ფერმერები ხორბლის ხარისხს იწუნებენ, თუმცა რაოდენობის მხრივ ოპტიმისტური პროგნოზებია და წლიურად მოსავლიანობის 10%-იან ზრდასელიან. ხორბლის მოსავლის აღება შედის აქტიურ ფაზაში, რაც შეეხება მოსავლიანობას. საშუალო მოსავლიანობა იქნება წელს შედარებით უკეთესით შეიძლება ითქვას და ხარისხობრივი მაჩვენებლებიც როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ 50-50-ზე ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ანალიზებიც გაკეთდა და დაახლოებით ნახევარი იქნება საფურაჟზე და ნახევარი სასურსათო. შან იყო კარგი მოსავლები, მაგრამ ფართობები იყო შედარებით ნაკლები და თესილი. ფასის შედარებით წამოწევასთან ერთად ფართობები მცირედით გაიზარდა და მოსავლიანობის ზრდას ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დაშანდეთან შედარებით შეიძლება იყოს 10% ზრდა დაახლოებით. სეზონის შესაფასებლად ფერმერებისთვის ფასი მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი იქნება. კახეთში 1 კილოგრამი ამ დროისთვის 70 თეთრიღებს, რაც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელთა შეფასებით დამაკმაყოფილებელია. დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, რომ ხორბლის მოსავლის აღების პროცესში შტაბი შეიქმნება, სადაც როგორც ფერმერები, ისე წისქვილ კომბინატების წარმომადგენლები და პურის მწარმოებლები ჩაერთვებიან. პირველი გაჭრილია ალაზნის ველზე, სამწუხაროდ წვიმები იყო და შესაბამისად ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არც ურთესახარბიელოა, მაგრამ გადმოსვლა ხდება ამ დღეებში სხვა რაიონებში და იქ იმედი მაინც არის, რომ უფრო ხარისხიანი ხორბალი იქნება. თუმცა დღეს მოსემული სიტუაციით მისაღები ფასი არის თვითონ ადგილზე, კახეთში მაგალითად დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამი, რაც შარშანდელზე დაახლოებით 10 თეთრით მეტია და რაღაც საშუალო ფასს უკავშირდება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულია ბაზარზე. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფასმა მოიკლოს, მოიმატოს, შესაბამისად ეს დაკავშირებული იქნება უკვე მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან. ფერმერების შეფასებით პროცესებში მთავარი ბაზარზე სამართლიანი ფასის შენარჩუნება იქნება. მათი შეფასებით ხორბლის შესაბარებელი ფასის მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩართულობა გახდება საჭირო. თუ ძალიან დაეცემა ხორბლის ფასი, ვფიქრობთ, რომ ხორბალზეც შეიძლება შემოიღოს, როგორც შემოღებულია ფქვილზე, ქერზე და ქათოზე, შეიძლება ხორბალზეც იყოს სარკისებრი გადასახადი, რომელიც თუ მაგალითად რუსეთი მოსაკრებელს აქვს ხორბალზე, მარცვლეულზე, ხორბალზე თუ დაუწიან მოხსნა მთლიანად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე წამოვიდა ძალიან იაფად, აქედან სარკისებრი გადასახადი დავახვედროთ, რომ დარეგულირებული იყოს. ეს ხომ იმიტომ არის შემოღებული, რომ ადგილობრივ წისქვილმა იმუშაოს და ფერმერმა გაყიდოს და პური არ გაძვირდეს. ხო, სამხევი მაგას ნიშნავს. ანუ პურის არ გაძვირებასთან ერთად მოხდეს დარეგულირება, რომ ვთქვათ, ფერმერი არ გაკოტრდეს და ადგილობრივი წარმოება და სასურსათო უსაფრთხოება შენარჩუნებული იქნას და პირიქით განვითარებული. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ხორბალზეა და 22%-ს უდოლდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოხმარებული ხორბლის 78% იმპორტირებულია. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ისევ რუსეთია, თუმცა ბაზარზე არის ყაზახური ხორბალიც წარმოდგენილი. მათი შეფასებით ფასები გლობალურ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა რუსეთის ფაქტორი საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მეზობელი ორი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა, ხო? ანუ ხორბლის კუთხით ჩვენი ვარაუდით და იმ დაშვებით, რომ რუსეთში არის ნორმალური მოსავალი წელს, რეკორდული არ არის, თუმცა ნორმალური, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხორბლის დეფიციტი არ შეექმნება. რა თქმა უნდა, აქ არის მნიშვნელოვანი კითხვა, რა იქნება ხორბლის ფასი. ხორბლის ფასი იქნება ის, რაც იქნება გლობალურ ბაზარზე, თუმცა აინც ვიტყვი, რომ რუსული ხორბალი არის დისკაუნტირებული, ანუ ფასდაკლებული, ესე ვთქვათ.
ისაც ესე ითვლება მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად ჩვენთან იქნება მიკროკლიმატი და შედარებით გლობალურთან შედარებით ოდნავ დაბალი ფასი, თუმცა მაინც ტენდენცია გლობალურთან იქნება კავშირში. TBC კაპიტალის ბოლო განახლებით ბუშელი ხორბლის 2025 წლის საპროგნოზო ფასი $6.75-დან $7.25 ფარგლებშია. ამავე ანგარიშის მიხედვით პროგნოზს რუსეთიდან მიწოდების შემცირების მოლოდინი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ლოჯისტიკური რისკები ამყარებს. TBC კაპიტალის მიმოხილვით სამხრეთ ამერიკაში მოსავლის ზეწოლამ შეიძლება ახალი სეზონის ფასების ზრდა შეასუსტოს. თუმცა ძველი სეზონის მკაცრი ბალანსის, ეთანოლზე ძლიერი მოთხოვნის და ექსპორტის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ 2025-26 წლების ფასები ისტორიულ მინიმუმებზე მნიშვნელოვნად მაღლა შენარჩუნდება. პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. კანონპროექტით ცილის წამების განმარტება ზუსტდება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი ცილის წამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი მისი სახელის გამტეხი განცხადება. კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა კანონპროექტით ცილის წამების თაობაზე დავების განხილვისა სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება. გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის კანონს ქართული ოცნება 100 დღიან უკუძალას აძლევს, რაც ნიშნავს, რომ ის კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. დღესვე პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცებულია კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს ახალი კანონპროექტით მედიებისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება. არჩილ გორდულაძის თქმით, ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში თუ მოსამართლის მისამართით უპატივცემულობას გამოხატავს ვერბალური უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ცვლილებებით ამოღებული იქნება მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის გამოც მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებდნენ კანონის გამკაცრების გზით უზრუნველყოფს წესრიგი სასამართლო პროცესებზე. საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ ლოგინ ჯორჯიას განმახორციელებელმა სახელმწიფო კომპანია OpenNet-მა 17.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი დონორის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქსელური მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. კონტრაქტორი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აღჭურვა, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება, საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა შემდეგ ადგილებში მესტია, ხაიში, ჯვარი, ჩხოროწყუ, ხობი, აბაშა, მარტვილი, ბეთლემი, ჭიათურა, საჩხერე, სურამი, ხარაგაული, ვარციხე, ქუთაისი, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, წალკა, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გორი, ნატახტარი, ახმეტა და დედოფლის წყარო. მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 27 თვეა, შესყიდვა 24 ივნის გამოცხადა. წინადადებების მიღება კი 8 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ OpenNet-ი დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. შემდეგ კი 2021 წლიდან სამშენებლო სამუშაოები ლოგინ ჯორჯიას ფარგლებში EBRD-ის ცეცხლის საფუძველზე გაგრძელდა. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია. ლოგინ ჯორჯიას ფარგლებში 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500,000 ადამიანმა უნდა მიიღოს.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საკონცერტო დარბაზ ბლექსი არენას მოძრავი მეტალის სახურავის დაზიანების ხარისხს შეისწავლის. მთავრობის 24 ივნისის განკარგულებით ექსპერტიზის ბიუროს დაევალა კონსტრუქციული გამოთვლების დეტალური შემოწმება და აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური პროექტის მომზადება. დოკუმენტის თანახმად მომსახურება განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის ფორმით, საერთო ჯამში მომსახურების ღირებულება 69375 ლარის ფარგლებში განისაზღვრა. აქედან 59375 ლარი დაიხარჯება იმ სამუშაოებზე, რომელთა შესრულებაც ბიუროს საკუთარი რესურსებით არ შეუძლია. მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია შპს Starring ჯორჯიასა და სამხარაულის ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შპს ბლექსი არენა ჯორჯიას დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს ინიციატივით და 115 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. ბლექსი არენა ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილიერას კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზის სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 6 წლიანი ზარალის შემდეგ ბლექსი არენასთვის მხოლოდ 2023 წელი იყო მოგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8.300.000 ლარის წმინდა მოგება მიიღო. მთავრობის 13 ივნისის განკარგულებით იმერეთი 1 ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად შპს უსასრულო ენერგიას საჩხერეში სახელმწიფო მიწა აღლეგობის უფლებით გადაეცემა. განკარგულების მიხედვით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა შპს უსასრულო ენერგიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით აღლეგობის უფლებით გადასცეს საჩხერის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონება. წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად კი 13.845 ლარია განსაზღვრული. კომპანიამ ქონება სახელმწიფო ელექტროსისტემასთან 2024 წლის 28 ივნისს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იმერეთი 1 ქარის ელექტროსადგურის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს. ინვესტორი ვალდებულია ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 6156 ლარის კომპენსაცია გადაუხადოს. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 22 ავიარეისი გაუქმდა. აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgias ინფორმაციით 26 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 10 ფრენა, 7 თელ-ავივის, 2 თეირანის და 1 ქუვეითის მიმართულებით გაუქმდა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, დედაქალაქიდან 12 ავიარეისი დუბაის, თელ-ავივის, თეირანის, აბუ-დაბის, შარჯას და ქუვეითის მიმართულებით გაუქმდა. ისრაელიდან და ირანიდან ავიარეისები ორივე აეროპორტში 31 ივნისის ჩათვლით არ შესრულდება. თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ საევაკუაციო რეისები სრულდება. სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფრენები ნაწილობრივ ხორციელდება. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ აბუ-დაბის მიმართულებით სრულდება და დღეიდან ავიარეისების შესრულება აღდგა. მთავრობაში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომელიც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. კერძოდ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ. უკვე დაამტკიცა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მერზევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის საპილოტო პროგრამა ქალებისთვის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარები. ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამამუშავებელი ან და შემნახველი საწარმო, ან და მეცხოველეობის ფერმა, ასევე სასათბურე მეურნეობა. პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით ფერმის წვრილფეხა, ან და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით შემნახველი, ან და გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში ივლისიდან დაიწყება.
უმცროს ექიმებს შეეძლება დეფიციტური მიმართულებებით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიიღონ. ამას საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც უმცროსი ექიმები სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიიღებენ. ჯანდაცვის კომიტეტზე მისმა თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ თქვა, რომ კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა სამუშაო ჯგუფების მიერ სერტიფიცირებული ექიმების და უმცროსი ექიმების მონაცემების შეგროვება და დამუშავება. ექიმების შემთხვევაში მონაცემთა ანალიზის მიზანს წარმოადგენდა დეფიციტური სპეციალობების იდენტიფიცირება. უცნობია, რომელი საექიმო საქმიანობაა დღეს დეფიციტური, კიდევ რა სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონი, რადგან დოკუმენტი, რომელიც საკომიტეტო განხილვებს გადის, ჯერ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რუსთავში რუსთავის აზოტის საწარმოში ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. დაათვალიერა საამქროები, ჩამდინარა წყლების გამწმენდი, ახალი ნაგებობა, კონდენსაციური ელექტროსადგური და ინფორმაცია მიიღო იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც საწარმომ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დანერგა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის აზოტის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებით საქმიანობს 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი თვით მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში, რისის საშუალებითაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტ კონტროლს ახორციელებს. რუსთავის აზოტი ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე ევროკავშირის სამხრეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის 15-მდე ქვეყანაში გადის. ეს წარმოება არის ერთის მხრივ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე სოფლის მეურნეობის განვითარების სასუქების წარმოების ნაწილში, აგრეთვე აღსანიშნავია და სამაგალითოა ის გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელსაც აზოტის ქარხანა ახორციელებს, ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო და თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანი არის, როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი კომპანიები არის და ასე მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან გარემოს დაცვის საკითხებს, ერთ-ერთი ხაზგასასმელი და აღსანიშნავია. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასევე როგორც მის ხელმძღვანელობასთან, ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტთან. კერძოდ აღნიშნული უწყება ძალიან აქტიურად არის ჩართული საწარმოს საქმიანობაში მიმდინარე პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან და საკმაოდ აქტიურ კონტროლს უწევენ ჩვენი წარმოების საქმიანობას.